რა გქონდა გაგონილი ვეფხისტყაოსანზე, ვიდრე ჩვენ დავიწყებდით აქ შესწავლას და გინდოდა თუ არა? ვეფხისტყაოსანზე მქონდა გაგონილი, რომ ძალიან დიდი პოემა იყო, ძალიან რთული, ძველ ქართულად იყო და მეგონა რომ არ ვიცი, მაგის სწავლას და რაღაც სასწაულები უნდა მოგეხდინა, რომ ეგესწავლა. დაიმსხრა ეს მითი? დაიმსხრა, მაგრამ მაინც ცოტა რთულად მაჩვენა. რა იყო შენთვის აღმოჩენა? ჩემი ყურადღება მიიქცია ვეფხისტყაოსანის ისტორია. საერთოდ სახელმა შოთა რუსთაველმა. შეიძლება საერთოდ შოთა რუსთაველი არ იყოს შოთა. და შეიძლება სულ რაღაც სხვა სახელი ერქვას. ანუ თვითონ ეს ისტორია შენთვის საინტერესო აღმოჩნდა, ხო? რატომ არ ვიცით ქართველებმა ჩვენი ყველაზე დიდი პოეტის სახელი? ამ პერიოდში მეფე იყო თამარ მეფე. თამარ მეფის მამა იყო გიორგი მესამე. გიორგი მესამეს ყავდა უფროსი ძმა, დავით მეხუთე, თუ არ ვცდები. დავით მეხუთე იყო ტახტის მემკვიდრე თავიდან და მათი მამა იყო დემეტრე პირველი. დემეტრე პირველს დავით მეხუთემ მოუწყო აჯანყება, აუჯანყდა, რომ მე შენ სიცოცხლეშივე დამსვი ტახტზე. რადგან დემეტრე პირველს უფრო გიორგი მესამე უყვარდა, რადგან გიორგი მესამე უფრო მორჩილი იყო და დავით მეხუთე ურჩი. მართლაც გაამეფა დავით მეხუთე დემეტრე პირველმა, მაგრამ დავით მეხუთე 6 თვეში გარდაიცვალა. მას დარჩა ვაჟი, დემნა უფლისწული დემეტრე. მაგრამ ის ჩვილი იყო და ამიტომაც ვერ გამეფდებოდა ჯერ. დემეტრე პირველი დაბრუნდა, ავიდა ისევ ტახტზე თვითონ და ტახტზე აიყვანა თავისი მეორე შვილი გიორგი მესამე. როდესაც დემნა გაიზარდა, დემნა უფლისწული გაიზარდა, ის უნდა ასულიყო ტახტზე და ამის გამო მოაწყო აჯანყება, რადგან გიორგი მესამე არ სწავდა მას ტახტზე. ამის გამო მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. ამ ტკივილისგან ის გარდაიცვალა. შესაძლოა ეს ყველაფერი ასახული იყოს ვეფხისტყაოსანში, ასე ვარაუდობენ და ამიტომ არ არის ნახსენები მისი სახელი. რომელ ეპიზოდებში შეიძლება იყოს ასახული ეს მოვლენები? როდესაც ტახტზე უნდა ავიდეს ნესტანი, მას მამიდაც ყავს. ეს მამიდა ამ გიორგი მესამეს და დავით მეხუთეს ყავდათ და კიდე რუსტანი, თამარსაც ზრდიდა მამიდა და ნესტან დარეჯანსაც ზრდიდა მამიდა. მამიდას ერქვა რუსტანი, თამარის მამიდას და წიგნში ნესტან დარეჯანის მამიდას დავარი. კიდევ რა საერთო აქვთ, კიდევ რა პარალელის გავლება შეიძლება? ვეფხისტყაოსანში კარგი დასასრულია და ყველაფერი კარგად მთავრდება, ყველა გახარებული რჩება. ეს ისტორიული კონტექსტი საინტერესო იყო, ხო? დიახ. კიდევ რა მიიქცია შენი ყურადღება, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდა ვეფხისტყაოსანში, რა იყო ეს? ვეფხისტყაოსანში დამახსოვრდა მე ფატმანის ნაამბობი, როდესაც ნესტან დარეჯანი მზესავით იყო, რომ გაიგო იმ დაბლა რო იდგნენ სამი კაცი, მათგან რო გაიგო, რომ მზესავით ქალი დაინახეს და შეიპყრეს, ეგ დამამახსოვრდა ძალიან თან ცუდად თან კარგად. იმ მზესავით ქალი რო იყო, მაგის გამო. შენ თქვი, რომ თავიდან ვეფხისტყაოსანი გეჩვენებოდა და ასეთი წარმოდგენა გქონდა, რომ ძალიან რთული იქნებოდა მისი სწავლა. რას ურჩევ ბავშვებს, ვისაც ასეთივე წარმოდგენა აქვთ და როგორ შეიძლება დაიძლიოს ეს სირთულე? როგორც დავაკვირდი, ვეფხისტყაოსანში არის ბოლო რითმები. ყველგან 16 მარცვლიანია და ირითმება ყველგან, ერთი სტროფია 20 მარცვლიანი ვწდები მარტო და ბოლოში რო ირითმება, მე დავამახსოვრე მაგალითად კარგად. და ვურჩევდი, რომ რითმებით დაიმახსოვრონ ბოლო რითმებით. თავარი სირთულე რა არის ვეფხისტყაოსანში? ვეფხისტყაოსანი, რადგან ძველ ქართულად არის, დაზეპირება უფრო მიჭირს, მაგალითად მე და ძველ ქართულად რო ალბათ ის. რატომ უნდა ვიცოდეთ დღეს ჩვენ ვეფხისტყაოსანი, რომელიც
მე-12 საუკუნეში დაიწერა. რითია ჩვენთვის საინტერესო თანამედროვე ადამიანებისთვის? ვეფხისტყაოსანმა გაუძლო დროს. ვეფხისტყაოსანი 500 წელი გამქრალი იყო, მერე დაბრუნდა, რომელიღაც მეფემ დაბეჭდა ვახტანგ მეექვსემ, როცა გამოიგონა საბეჭდი აპარატი ბიბლიის, მერე დაბეჭდა ვეფხისტყაოსს. არ ვახტანგს არ გამოუგონია საბეჭდი აპარატი, სტამბა ჩამოიტანა და როდესაც ვახტანგ მეექვსემ სტამბა ჩამოიტანა და გამართა ბიბლიის, მერე დაბეჭდა ვეფხისტყაოსანი. რითი არიან ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები ჩვენთვის საინტერესონი? ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები არიან რაღაც ძალიან კეთილი პერსონაჟები, მიმდობი პერსონაჟები, ასე ვთქვათ, კეთილები, აი რაც დღეს ხალხში იშვიათია. აი თავს რო სწირავენ მეგობრისთვის, ესეთი ადამიანები და ახლა ეს იშვიათობაა ძალიან. მადლობა მარიკო.